ჰალმუტ მეხმერი ოფთალმოლოგი იყო ნაცისტურ გერმანიაში და მას არ უწევდა მოკლედ ომში წასვლა. ესეთი პირობა მაშინ არ იყო მოკლედ ისე სიტუაცია გერმანიაში, რომ ის გამოეძახათ ფრონტზე. მაგრამ მახმერს ყავდა ცოლი ნახევრად ებრაელი და ამ ებრაელ ქალს იდეაში მოუწევდა საკონცენტრაციო ბანაკში წასვლა. ერთადერთი გამონაკლისი, რაც ნაცისტურმა გერმანიამ მაშინ დაუშვა იყო ის, რომ თუ ქმარს ჰქონდა რკინის ჯვარი, მაშინ მისი ოჯახის წევრები ყველანაირი სისხლის დანაშაულისგან თავისუფლებოდნენ. სისხლის დანაშაულში იგულისხმება ის, რომ მათ ებრაელობა ასე ვთქვათ ჩამოეწერებოდათ და მახმერმა გადაწყვიტა ამ ოფთალმოლოგმა კაცმა წასულიყო ომში და ესე ვთქვათ ებრძოლა წინა ხაზზე, რათა მიეღო რკინის ჯვარი და გადაერჩინა ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა. ის რამდენიმე წელიწადი იყო ფრონტზე და საიდან ვიცით ახლა ეს ისტორიები, მახმერმა წაიღო კამერა, იღებდა ყველაფერს და აკეთებდა ჩანაწერებს, აი ესეთი პატარა დღიურივით ჰქონდა რა და ამ ჩანაწერებში ყოველდღიურად წერს რა მძიმე მდგომარეობაშია, როგორ მუდმივად ებრძვის საკუთარ თავს, იმიტომ რომ უწევს ისეთი რამის გაკეთება, რაც საშინლად ეზიზღება, მაგრამ აქვს რაღაცა გარკვეული დიადი მიზანი და ეს დიადი მიზანი არის ცოლ-შვილის გადარჩენა, იმიტომ რომ ცოლთან ერთად შვილებსაც მოუწევდა ამ საკატლეტე მანქანაში გავლა, ასე ვთქვათ და ძალიან საინტერესო ფაქტი არის ის, რომ რაღაც ყოველგვარი რაღაც მეტაფიზიკის და იმეების გამორიცხვით, მაგრამ მაინც თუ დაუშვებთ ამ არსებობას, არის ის, რომ მახმერმა ეს რკინის ჯვარი მიიღო 14 მაისს და 18 მაისის ჩანაწერი აქვს ესეთი, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად მეძინა ბავშვით რაღაც მშვიდათო. და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე არის ამ ბოლო 3 წლის განმავლობაშიო და ეს ჩანაწერი რო გააკეთა, ჩაჯდა მანქანაში, ერთი ადგილიდან მეორეს გადაადგილდებოდა, მის მანქანას მოხვდა ბომბი, ის ადგილზევე გარდაიცვალა. ცოლი და შვილი რკინის ჯვრის გამო მოკლედ დაინდეს. აი ესეთი საინტერესო ისტორიები არის ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში, რეალური ისტორიები, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმას, რომ ეს გმირის მოგზაურობა, ეს კემბელის ცნობილი მონომითი რაღაცა ცხოვრებაშიც ხორციელდება და ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ცხოვრების მთლიან სურათს, ჩვენ ვხედავთ ყოველთვის რაღაც მონაკვეთებს. მთლიანი სურათი სწორედ ასეთი ჩანაწერების გაშიფვრის, დამუშავების და ამ პატარ-პატარა სურათების შეკოწიწების შემდეგ გამოჩნდება ხოლმე.